საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. წელს პირველ სამთოში შაქრის იმპორტი გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად პროდუქტზე ფასის გაიაფება შეინიშნება. უფრო კონკრეტულად წელს სამთოში საქართველოს 60,866 ტონა შაქარი შეიძინა, რაშიც $12,600,000 გადაიხადა. საქართველოში წელს სამთოში ნატურალური წვენების ექსპორტი მცირედით შემცირდა, ხოლო შემოსავალი გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ნატურალური წვენის ფასი საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილია. უფრო კონკრეტულად საქსტატის ოფიციალური მონაცემებით საქართველოს 2025 წლის პირველ სამთოში 4,812 ტონა ნატურალური წვენი გაყიდა, საიდანაც $8,700,000 შემოსავალი მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის მიმოქცევაში შემოსვლის 30 წლის იუბილეას აღსანიშნავად საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება 771,000 ლარია. შესყიდვის ტენდერის გარეშე გამარტივებული წესით ხორციელდება. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკის ფართო პულის მასა იგივე M2, რომელიც ნახტფულს საბანკო დეპოზიტებს და სხვა სახის აქტივებს აერთიანებს, წლიურად 8%-ით გაიზარდა და ამჟამად 27,300,000,000 ლარს უტოლდება. მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა წლიურად 11%-ით არის გაზრდილი და ბოლო მონაცემებით 6,300,000,000 ლარის ტოლი, ანუ სწორედ ამ მოცულობის ნაღდი ფული იგივე ქეში ტრიალებს ჩვენს ეკონომიკაში. მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში ორი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება, ესენია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და თბილისის ფინტექ სამიტი. ორივე ამ ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი საქართველოს მთავრობა იქნება, რომელმაც საერთაშორისო ფორუმებისთვის არასრული 2 მილიონი ლარის ღირებულების პირდაპირ შესყიდვები გამოაცხადა, რასაც მთავრობაში ტენდერის ჩატარების შეუძლებლობით ხსნიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით გამოყოფილი 1,925,000 ლარი დაიხარჯება როგორც სარეკლამო, მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებაზე, ასევე სპიკერების და მოდერატორების ჰონორარებზე, ლოგისტიკაზე, სასტუმროების მომსახურებაზე, ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, დეკორაციებზე და კვებაზე. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წელს მეხუთედ ჩატარდება. ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქში მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსიების ფორმატში მიმოიხილავენ. პარალელურად ამავე თარიღებში დედაქალაქში თბილისში ფინტექ სამიტი ჩატარდება, რომელსაც 2,000-მდე მონაწილე დაესწრება, რა დროსაც აქცენტი პანელურ დისკუსიებზე, ცოდნის გაზიარებაზე და პარტნიორობებზე გაკეთდება. სურამის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მალე დასრულდება, ხოლო გზა ავტომობილებისათვის წელს გაიხსნება. გზის ახალი მონაკვეთი 6,5 კილომეტრის სიგრძის 4-ზოლიან მაგისტრალს მოიცავს, სადაც 11 ხიდი და 5 გვირაბი განვითარდა. ყველა ხიდი და გვირაბი ამ დროისათვის უკვე აშენებულია, ხოლო მხარეები გვირაბებში ელექტრონულ სისტემებს, განათებას და საინტერესო აღჭურვილობას ამონტაჟებენ და გზის საფარს აგებენ. გზის მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2020 წლის დეკემბერში გაფორმდა და ის 4 წელში უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას 265 მილიონი ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ხოლო კონტრაქტორი ჩინური კორპორაცია სინოჰიდროა. იანვარ-მარტში რუსეთიდან ჯამში $580,000 ღირებულების 580 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რომელიც სრულად აფხაზეთის საჭიროებებს მოხმარდა. როგორც BMG-ს ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, ეს თანხა რუსეთს აფხაზურმა მხარემ გადაუხადა, ხოლო თავად საიმპორტო ტარიფი დაბალია და კილოვატ-საათზე 1/10 თეთრს შეადგენს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ენგურჰესის და ვარნილჰესების კასკადის მეშვეობით ხორციელდება. 1993 წლიდან შეთანხმების თანახმად ენგურისა და ვარნილის ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია 60-80-ზე თანაფარდობით ნაწილდება. რაც შეეხება ჯამური იმპორტს, იანვარ-მარტში ქვეყანამ 974 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის იმპორტში $24 მილიონი გადაიხადა. საქართველოში ელექტროენერგია რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოდის, საპირწონედ კი ქართული ელექტროენერგია ხშირად თურქეთში იყიდება.
თურქეთი, რომელიც საქართველოსგან დენს ყიდულობს, მრავალმხრივ განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ ამ ჩამონათვალში განსაკუთრებულ ადგილს ტურიზმი იკავებს, რადგან ამ მიმართულებით თურქეთი ერთ-ერთი გლობალური ლიდერია. თურქეთის მაგალითზე გამოცდილების მიღების აუცილებლობაზე BMG-სთან თურქეთის საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ერთად არა მარტო ერთდღიანი, სამდღიანი, ერთკვირიანი, ათდღიანი პაკეტები, თან რომ ყველაფერი შევიდეს, თქვათ, ყვება, ტური და ასე შემდეგ. ალბათ თქვენ იქნებოდით მეზობელი ქვეყანაში, სასტუმროდან გარეთ აღარ გადიხარ. ეგრეთ წოდებული all inclusive service-ები. დიახ, შემიძლია ეს თქვა და მე ფიქრობ ამ კუთხით შესაძლოა რომ გავს რაღაცეები გავაკეთოთ. მაგრამ როგორც თქვით, მეორე არის მომსახურების ნაწილში, ჩვენ ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ მეზობელი ქვეყნიდან, იცით რომ სოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის მომსახურების კუთხით და ამაზეც მუშაობთ ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად, აჭარის მთავრობასთან ერთად, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, უფრო მეტი ადამიანი ტრეინინგი გააკეთოს და მაქსიმალურად ჩაერთოს ამ ტურიზმის სფეროში. როგორც პეგას ტურისტიკ ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა გამყვან ტურიზმში ტენდენციების შეფასებისას განაცხადა, ტურისტული პაკეტები 20-30%-ით გაძვირდა, ხოლო მოთხოვნა შემცირებულია. სალომე ბერაია შეფასებით სექტორში კლება ნამდვილად შეინიშნება და ტენდენციები აჩვენებს, რომ 2025 წელი სექტორისთვის გამორჩეული ვერ იქნება. ვერ ვიტყვი რომ საერთოდ შეჩერებულია მომართვის უნარიანობა, თუმცა თუ შევატარებთ გასულ წელს, ან იმის კიდევ 1-2 წლით უკანაც გადავხედავთ, რა თქმა უნდა, საგრძნობლად არის კლება. ჩვენ სტატისტიკას რა თქმა უნდა ყოველი თვის ბოლოს ვაწარმოებთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შემთხვევაში 18-20%-იან კლებასთან გვაქვს საქმე, რაც დამეთანხმებით არ არის ნამდვილად ცოტა. თუმცა ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ ცოტა მობილიზება აკლდა ქართულ მომხმარებელს და უფრო მიწურულში, უფრო მეტად გააქტიურდებიან. სასტუმროში განთავსება მოიმატა სადღაც 16-დან 20%-მდე შუალედით მოიმატა ფასებმა საწვავზე შესაბამისად ტრანსპორტის ფასიც გაიზარდა, ანუ ტრანსფერს გულისხმობ ავიაბილეთებზე მოგეხსენებათ ისედაც ყველა მითით რომ ფასების ზრდა გვაქვს პანდემიის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება და საერთო ჯამში ტურპაკეტის ღირებულებაც არის მომატებული 30%-მდე. გააჩნია მიმართულებას, თქვა თურქეთზე 20%-ის ფასნამატი გვაქვს, ეგვიპტეც სადღაც 25%-მდე გვაქვს, ხოლო ევროპის ქვეყნები 30% და ზევით. 2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ქართული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 63 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 1,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სების სტატისტიკის თანახმად, მთლიან სესხებში 91 დღეზე მეტად ვადაგადაციდებული კრედიტების ჯამური მოცულობა მილიარდ ლარს აღემატება, რაც მთლიანი პორტფელის 1,6%, ანუ ამ მხრივ მცირედი წლიური კლება იკვეთება. 1 მილიარდის ვადაგადაციდებული სესხებიდან 270 მილიონი ლარი კორპორაციულ სექტორზე მოდის, 367 მილიონი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე, 166 მილიონი ლარი კი მიკრობიზნესზე. 2023 წელს საზღვაო აკვაკულტურის ფერმერების მოსაწყობად აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 არეალი გამოიყო, მაგრამ როგორც საქართველოს თევზის მომშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გადაცემა რედაქტორში ამბობს, შესაბამისი ლიცენზიები ჯერაც არ გაცემულა. არა და სალიცენზიო არეალში აკვაკულტურის ფერმერების მოწყობით თურქი და ნორვეგიელი ინვესტორები ინტერესდებიან. დღეს საქართველოში თევზის წარმოება მცირეა და წლიურად 3000 ტონის ფარგლებში მერყეობს. შედეგად საგრძნობლად დიდია ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის წილი. ამ პროდუქტის მთავარი მომწოდებელი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო თურქეთია, საიდანაც გასულ წელს ქვეყანამ არასრული $5 მილიონი ღირებულების თევზი შემოიტანა. პარალელურად საქართველოში გაზრდილია თევზის მოხმარება. თევზის მომშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარის დათვლებით 3 წლის წინ ერთი მოქალაქე წელიწადში სასწაულად 4 კილოგრამ თევზს ჭამდა, ხოლო დღეს ეს რიცხვი და ეს მაჩვენებელი 9 კილოგრამამდე გაიზარდა. მოთხოვნა მართალია თითქმის სრულად იმპორტითაა დაკმაყოფილებული, მაგრამ დონორების მხარდაჭერით საქართველოს უკვე აქვს საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია, რომლის მთავარ მიზანს ამჟამინდელი წლიური წარმოების მინიმუმ 5 ჯერ გაზრდა წარმოადგენს. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეარჩია თელარა გელანდიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება. ვნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე.
რა ფაზაშია საქართველოს სამშენებლო დეველოპერული ბაზარი დღეს? როგორ შეიცვალა მყიდველის ქცევა ბოლო წლებში? რა არის დეველოპერების ყველაზე დიდი გამოწვევა? რა შეცდომებს უშვებენ კომპანიები ყველაზე ხშირად და რას თავაზობს სამშენებლო დეველოპერულ ბიზნეს კომპანია Salescom-ი, რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე კომპანია Salescom-ის დამფუძნებელი თამარ კანთელაძე წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. მიმდინარე სავაჭრო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟებისათვის ძალიან კარგი იყო, მინდა გითხრათ. საშუალოდ ვიხილეთ დაახლოებით 1.5%-იანი ზრდა, თუმცა მიმდინარე დღის ბოლო სავაჭრო სესია პოზიტიურ ნოტაზე არ მიმდინარეობს და არის მოსალოდნელი, რომ პარასკევი წითლად დაიხუროს, ვინაიდან ამ წუთების მონაცემებით, როგორც ხედავთ, S&P 500 ინდექსის ღირებულება 0.12%-ით არის შემცირებული, Dow Jones-ის ინდექსის შემთხვევაში კლება 0.38%-ია, ხოლო Nasdaq-ის ინდექსის კორექცია შეადგენს 0.12%-ს. ეს ვითარება დიდად სახარბიელო და არც საინტერესო არ არის, რადგანაც ასეთი მცირედი კლება, როგორც წესი, მალევე სწორდება, თუ კი ბაზარზე გაჩნდება პოზიტიური მოლოდინი და პოზიტიური მოლოდინები ნამდვილად უნდა არსებობდეს წესით, რადგანაც ძალიან მალე, რამდენიმე საათში დაიწყება უკვე ოფიციალური მოლაპარაკებები ამერიკასა და ჩინეთს შორის ტარიფების საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა მხარეებმა პირველივე შეხვედრაზე მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებას, მაგრამ უფრო დიდი ვარაუდია იმისა, რომ შეთანხმება გადავა მომდენო კვირებზე და საბოლოო ჯამში რამდენიმე კვირიანი, რამდენიმე რაუნდის შემდეგ ვიხილავთ უკვე ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას, ისეთი როგორიც გააფორმა ამერიკამ უკვე გაერთიანებულ სამეფოსთან, თუმცა რა თქმა უნდა ჩინეთი განსხვავებული პროფილისა და შინაარსის სახელმწიფოა, ის არ არის გაერთიანებული სამეფო, რომელიც ამერიკისათვის არის ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩინეთი არის გეოპოლიტიკური კონკურენტი, თუმცა კონკურენციის მიუხედავად ამ მხარეებს ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი სავაჭრო ურთიერთობა აქვთ. ამ ურთიერთობას კი სჭირდება შესაბამისი რეგულაციების მოფიქრება და შესაბამისი სატარიფო რეჟიმის შეწყობა, რათა ვაჭრობა არ დაზიანდეს და ორივე მხარემ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს ეკონომიკური ურთიერთობით. სანამ ამერიკაში გავიგებთ რა მოხდება მომდენო 2 დღის განმავლობაში, იქამდე უნდა გადავინახოთ ევროპაში, სადაც როგორც თქვენ ხედავთ, გაზრდილი არის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 0.53% და საერთოდაც ბოლო პერიოდში ევროპულ ინდექსს ძალიან კარგად აქვს საქმე. ასევე ზრდის დინამიკა შეინიშნება Nikkei-ის ინდექსთანაც, აქ მატების მაჩვენებელი 1.5%-ის ფარგლებშია, ხოლო რაც შეეხება შანხაის ინდექსს, ის არის შემცირებული და კორექცია შეადგენს 0.30%-ს. აქვე უნდა გადავინახოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც მატება გვაქვს საკმაოდ მკვეთრი, როგორც ხედავთ, დღეს დამატებით 1%-ით გაძვირდა ნავთობი, ხოლო ერთ კვირაში ზრდა პლუს 4%-ის ფარგლებშია და ამჟამად უკვე ბრენტი უახლოვდება $64-იან ნიშნულს, WTI-ის ფასი კი შეადგენს დაახლოებით $61. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, მისი ღირებულება $55 ფარგლებშია. როგორც თავად ხედავთ. ბუნებრივი ერის გაზვირდა მიმდინარე კვირას კერძოდ 6%-ით ევროპაში და მეგავატის საათი ენერგიის ფასი ამჟამად შეადგენს დაახლოებით €30. აქვე უნდა ვისაუბროთ ოქროზეც, რომელიც ასევე იმატებს $3,329 ფარგლებში არის ამჟამად უნცია მეტალის ფასი, როგორც ხედავთ, მატება ერთ კვირაში 3%-ზე მეტია, ხოლო ერთ წლიან პერიოდში დაახლოებით პლუს 42% და ოქროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვს ძალიან კარგი წელი, ასეთი კარგი წელი ოქროს პრინციპში უკვე ძალიან დიდი ხანია არ ქონია. კრიპტოინდუსტრიასაც კარგად აქვს დღეს საქმე, როგორც ხედავთ, ბაზრის საერთო შეფასება დაახლოებით 1%-ით გაზრდილი და ის ამჟამად შეადგენს $3.360 მილიარდ. ბიტკოინის ფასი $3,000 ფარგლებშია დაახლოებით, ეთერიუმი კი $2,300-იან ნიშნულზეა. მატება გვაქვს ძალიან მკვეთრი ერთ კვირაში. ეთერიუმთან ეს არის 24%, ხოლო ბიტკოინთან პლუს 5% და იმედი ვიქონიოთ, რომ აღმასრულის ტენდენცია ასევე გაგრძელდება და ამ ყველაფრის ფონზე კაპიტალიზაცია ბიტკოინისა გვაქვს $2 ტრილიონი ფარგლებში, ხოლო ეთერიუმის შეფასება შეადგენს $277 მილიარდ და ეს დინამიკა პრინციპში არის დაკავშირებული Nasdaq-ის საფონდო ბირჟასთან, რომელიც ბოლო პერიოდში იზრდება, ხოლო კრიპტოინდუსტრიასა და Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსს შორის არსებობს ძალიან დიდი ბუნებრივი და ისტორიული
კორელაცია. აქვე უნდა გადავხედოთ, რა თქმა უნდა, ლონდონის საფონდო ბირჟასაც, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, დავიწყოთ ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკით, რომელიც დღეს დამატებით ლამის 4%-ით გაიზარდა და ამჟამად კომპანიის შეფასება იმყოფება, როგორც ხედავთ, რეკორდულ ნიშნულზე. ასეთი მაღალი კაპიტალიზაცია ამ კომპანიას ისტორიაში არასოდეს არ ჰქონია. TBC-ს რაც შეეხება, მას საკმაოდ ცუდი კვირა ჰქონდა, ვინაიდან გუშინდელ სავაჭრო სესიაზე ლამის 10%-იანი კლება დაფიქსირდა, ანუ მოკლებადიან პერიოდში ხედავთ კორექციას, თუმცა თუ გავითვალისწინებთ TBC-ს ფინანსურ შედეგებს, მაშინ შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია ამ შედეგის გამოსწორებას შეძლებს და ისიც დაუბრუნდება აღმასრულის დინამიკას, ხოლო ორი კვირით ადრე მისი შეფასებაც იმყოფებოდა რეკორდულ ნიშნულზე. აქვე რადგანაც ვახსენებთ ქართულ კომპანიებს, ჩვენს ეროვნულ ვალუტაში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვა, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ მოჭიდამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 8.87%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს და აჭარბებს ხშირად 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაერცხებათ ყოველდღიურ ფორმატში. მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება გითქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ პარასკევის მიწურულს გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმეა საღამოს კი ეროვნულ ვალუტაზე საუბრით ვაგრძელებთ. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში ჩვენი ეროვნული ვალუტის ქართული ლარის გაცვლითი კურსის ბოლო ერთი კვირის დინამიკას შემოგთავაზებთ. მიმდინარე სამუშაო კვირაში, რომელიც 5 მაისს დაიწყო და გუშინ, ანუ 8 მაისს დასრულდა, ქართულმა ლარმა ძირითად ვალუტებთან მიმართებით უმეტესად პოზიტიური შედეგი დააფიქსირა, ანუ გამყარდა. დოლართან და გირვაკან სტერლინგთან მიმართებით გამყარება 0.3 თეთრის ფარგლებში იყო, როცა ევროსთან ლარი ერთბაშად 1.3 თეთრით გამყარდა. თურქულ ლირასთან და სომხურ დრამთან კურსი ფაქტობრივად უმოძრაო იყო. ყველაზე მკვეთრი გაუფასურება ქართულ ლარს ჰქონდა ჩინურ იუანთან მიმართებით მიმდინარე კვირაში, რადგან გასულ კვირაში ლარი ერთბაშად 1.4 თეთრით გაუფასურდა. ლარი ასევე გაუფასურდა უკრაინულ გრივნასთან მიმართებით, როცა აზერბაიჯანულ მანატთან და იაპონურ იენთან გამყარება უმნიშვნელო იყო. დღეს 9 მაისია, საქართველოში უქმე დღეა და პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე ზოგიერთ ქვეყანაში ზეიმობენ ფაშიზმის და ნაციზმის დამარცხების დღეს, ანუ მარტო ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის დღეს, აგრეთვე ევროპაში დღეს იზეიმება ევროპის დღე. ასე რომ მოკლედ საკმაოდ დატვირთული დღე არის დღესასწაულებით და ამიტომაც ბევრი მოვლენა იმართება მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკურად, მათ შორის მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში აღლუმი გაიმართა დღეს, რომელსაც ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი დაესწრო ამ თემაზე და სხვა გლობალურად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენებზე საქმიან საღამოში სულ რამდენიმე წუთში მოგიყვებით. დღეს ასევე გაგაცნობთ მიმდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამებას ქართული ეკონომიკის ჭრილში, რომელთა დაკავშირებითაც საინტერესო ანალიზს შემოგთავაზებს BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილი. ასევე, ვინაიდან პარასკევია, რა თქმა უნდა, ტრადიციულად გაგაცნობთ მიმდინარე და მომავალი კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ანონსსაც და გეტყვით იმ მოვლენების შესახებ, რომელთაც მომდევნო დღეების განმავლობაში ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გუშინ რომის პაპი აირჩია კონკლავმა, შედგა ვატიკანში და მოკლედ მთელი დღის განმავლობაში და პრინციპში მთელი ღამის განმავლობაში მთელი მსოფლიო სწორედ ამაზე საუბრობდა, რადგან მოხდა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, ამიერიდან პაპი იქნება ამერიკელი. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა და საქმიან საღამოში საუბარს სწორედ მასზე საუბრით ვაგრძელებთ. 2025 წლის 8 მაისს რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კონკლავმა ახალი რომის პაპი აირჩია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკლესიის ისტორიაში პირველად ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი დაიკავებს, რომელიც ამიერიდან ლეო მე-14-ის სახელით იქნება ცნობილი. ახალი რომის პაპის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, რადგან ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან ღვთისმსახურებას დაუთმო, რაც უმეტესწილად არსაჯარო საქმიანობაა. რობერტ ფრენსის პრევოსტი 1955 წელს ილინოისის ქალაქ ჩიკაგოში დაიბადა. ახალი პაპის დედა მილდრედი სკოლის ბიბლიოთეკარი იყო, ხოლო მამამისი ლუის მარიუსი სკოლის დირექტორად მუშაობდა, მაგრამ მანამდე მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები საზღვაო ძალებში ირიცხებოდა. ახალი პაპი ისევე როგორც ბევრი ამერიკელი, რამდენიმე თაობით იმიგრანტთა ოჯახიდანაა. მამისი იტალიური და ფრანგული წარმომავლობისაა, როცა დედამისი კრეოლების შთამომავალი იყო. გამორიცხული არაა, რომ სხვადასხვა ერების მშვიდობიანად თანაცხოვრების სურვილი, რომელიც ახალ რომის პაპს გაცხადებულად აქვს, სწორედ მისი მრავალფეროვანი წარმომავლობით აიხსნებოდეს. ლეო მე-14-ის ფილოსოფია, ან სულ მცირე ის, რაც მის შესახებ ამ დროისთვისაა ცნობილი, ადამიანთა
მათ შორის შემწყნარებლობას და მიგრანტების ღარიბი ფენების და გარემოს დაცვას ითვალისწინებს. აბობენ იმასაც, რომ ახალი პაპი მისი პირდაპირი და სულიერი წინამორბედების პროგრესულად მოაზროვნე პაპების ფრანცისკეს და ლეო მე-13-ის გამგრძელებელი იქნება. ბოლო წლების განმავლობაში ჯერ კიდევ კარდინალობის პერიოდში რობერტ ფრენსის პრევოსტი ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციებს მნიშვნელოვანი, ხშირად კომპლექსური და საკამათო სოციალური საკითხების მიმართ. ახალ პაპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ისეთი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც მშობლებს და შვილებს ერთმანეთს აშორებს და არაერთხელ დაუჭერია მხარი დევნილებისა და ლტოლვილებისთვის. ახალი პაპი ღიად უჭერს მხარს ეკლესიაში ქალთა როლის გაზრდას, მაგრამ სწავლების ფარგლებში. როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, ახალი პაპი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია და ხშირად მონაწილეობს როგორც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზებში, ასევე თავად არჩევნებში. თქვა იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ კანდიდატს უჭერს მხარს ახალი პაპი, შეუძლებელია, მაგრამ ლეო მე-14 სავარაუდოდ არის რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ ჭრილში ახალი პაპი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და ცხოვრების უდიდეს ნაწილს ეთიკურ, მორალურ და სულიერ საზრდოს უთმობს. ახალი რომის პაპისთვის მნიშვნელოვანი თემადაა მიჩნეული კლიმატის ცვლილებებთან და გლობალურ დათბობასთან ბრძოლაც. როგორც რობერტ ფრენსის პრევოსტი კარდინალობის პერიოდში ამბობდა, ადამიანები საუბრებიდან საქმეზე უნდა გადავიდნენ, ხოლო ბუნებაზე ბატონობა ტირანიად არ უნდა იქცეს. პირიქით, ადამიანებს და ბუნებას შორის ორმხრივი ურთიერთობა უნდა არსებობდეს. მისივე თქმით, კარდინალი და რაც უკვე პაპი უნდა იქცეოდეს არა სასახლეში გამოკეტილი უფლისწულებით, არამედ თავს მრევლის წევრების თანასწორად უნდა აღიქვამდეს. აი სწორედ ეს პათოსი გააზიარა ახალმა რომის პაპმა მისი პირველი სიტყვისას, რომელიც წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდანაც უკვე რომის პაპის ამპლუაში წარმოთქვა. ლეონ მე-14-მ ხაზი გაუსვა მსოფლიოში მშვიდობის არსებობას, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით საკმაოდ დროული მოწოდებაა. მშვიდობა იყოს თქვენთან. საყვარელო ძმანო და დანო, ეს არის მისალმება, რომელიც მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ წარმოთქვა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება უფლისთვის გაწირა. მინდა გისურვოთ ამ მისალმებამ თქვენს გულებში დაიდოს ადგილი, მიწვდეს თქვენს ოჯახებს და ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ სად არიან. მშვიდობა იყოს ხალხთა შორის და მშვიდობა იყოს პლანეტაზე. სამუდამოდ გვახსოვს პაპ ფრანცისკეს სუსტი, მაგრამ მამაციხმა, რომელმაც რომი დალოცა. ნება მომეცით ეს დალოცვა გავაგრძელო. ღმერთი ჩვენზე ფიქრობს, ღმერთს ყველა უყვარს და ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. ჩვენი ცხოვრება ღმერთის ხელშია, შესაბამისად უშიშრად ერთად და ღმერთთან და ერთმანეთთან ხელი-ხელ ჩაჭიდებულებმა უნდა ვიმოძრაოთ წინ. ჩვენ ყველანი უფლის მოციქულები ვართ. ქრისტე უპირატესია და მსოფლიოს მისი სინათლე სჭირდება. კაცობრიობას სჭირდება ქრისტე როგორც ხიდი, რომლითაც ღმერთი და მისი სიყვარული მოგუწვდება. დაგვეხმარეთ და დაეხმარეთ ერთმანეთს ამ ხიდების აგებაში. დაგვეხმარეთ დიალოგით, ურთიერთქმედებით, გაერთიანებით და მშვიდობით. დიდი მადლობა პაპ ფრანცისკეს. დიდი მადლობა ჩემს მოძმე კარდინალებს, რომელთაც პეტრეს გამგრძელებლად ამირჩიეს და თქვენ გვერდით ყოფნის საშუალება მომცეს. მივესალმები რომის კათოლიკურ ეკლესიას. შევეცადოთ ვიყოთ მისიონერული ეკლესია, რომელიც აგებს ხიდებს და იწყებს დიალოგს და ყოველთვის მზადაა ხელგაშლილად მიიღოს ისინი, ვისაც ჩვენი დახმარება, ჩვენთან საუბარი და ჩვენი სიყვარული სჭირდება. არსებობს მოსაზრება, რომ შემოსავლის და ქონების მხრივ ახალი პაპი მისი წინამორბედის პაპ ფრანცისკეს ფილოსოფიას გააგრძელებს. შესაბამისად, პირად შემოსავალს არც პაპ ლეო მე-14 აიღებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომის კათოლიკური ეკლესია პაპის ყველა საცხოვრებელ ხარჯს დაფარავს. ისე კი დიდი შემოსავალი არც ახალ პაპს კარდინალობის პერიოდშიც არ ჰქონდა, როცა მისი თვიური ხელფასი, როგორც ამბობენ, იყო 5,000 ევრომდე ფარგლებში. ფლობს თუ არა ახალი პაპი პირად ქონებას უცნობია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის იყოს მდიდარი ადამიანი. ახალი რომის პაპის მშობლები დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, ხოლო ამ დროისთვის მას ორი ძმა დარჩა. რობერტ ფრენსის პრევოსტის ახალ რომის პაპად არჩევის შემდეგ ამერიკულმა მედია საშუალებებმა ორივე ძმა იპოვეს და მათთან არაერთი ინტერვიუ ჩაწერეს. როგორც ლეო მე-14-ის ძმები ამბობენ, მომავალი პაპი ბავშვობიდანვე განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული იყო, რის გამოც ძმები და მეგობრები მას ხუმრობით წმინდანად მოიხსენიებდნენ. მათივე თქმით, რეალურ კონკლავამდე ცოტა ხნით ადრე მათმა ძმამ ამავე სახელწოდების მქონე ფილმს უყურა, რათა სოდნოდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ყოველთვის სულით და გულით სურდა მისიონერი ყოფილიყო. ეპისკოპოსობა და კარდინალობა არ სურდა, მაგრამ ეს დაავალეს და შესაბამისად მოიქცა. ყოველთვის სურდა პერუში მისიონერად დაბრუნებულიყო, რადგან უძლურების, ღარიბების და ყველასგან მივიწყებული ადამიანების დახმარება სურს. ფიქრობ ამ მხრივ ის პაპ ფრანცისკესავით იქნება, ანუ ისიც უძლურებისთვის იმუშავებს, მაგრამ საქმეს საკუთარ დეტალებსაც შესწენს. პაპობისთვის ის საკმაოდ ახალგაზრდაა, შესაბამისად აქტიური იქნება.
ბევრ ადგილს მოინახულებს და ღიად ილაპარაკებს იმაზე, რასაც ფიქრობს. მისი ბავშვობის შესახებ ბევრი ისტორია არ არის, რადგან სემინარიაში ჯერ კიდევ მერვე კლასის შემდეგ ჩააბარა. მას შემდეგ ზაფხულის არდადეგებზე და დღესასწაულებზე ვხვდებოდით. მერე კი ბერად აღიკვეცა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდით. ხომ იცით, რომ ზოგიერთ ბიჭს ომობანას თამაში უყვარს, გოგოები კი თოჯინებით თამაშობენ ხოლმე. ის ყოველთვის მღვდელს თამაშობდა, დედას დასაუთოებელ მაგიდას აიღებდა, ნაჭერს გადააფარებდა და მესას აწყობდა. ყველაფერი იცოდა, მათ შორის ლოცვები, როგორც ინგლისურად, ასევე ლათინურად და თან ამ ყველაფერს სრული სერიოზულობით ეკიდებოდა და არა ხუმრობით, არ მიაჩნდა, რომ თამაშობდა. საინტერესოა, ხომ? იცით, ბაღში დადიოდა ან პირველ კლასში, როცა ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, ერთ დღეს პირველი ამერიკელი პაპი გახდებიო. ეს პირველ კლასშიც ეტყობოდა. გუშინდელი დღის შემდეგ რომის კათოლიკურ ეკლესიას ახალი მეთაური ყავს. ამერიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტს ამერიკელი რობერტ ფრენსის პრევოსტი უხელმძღვანელებს, რომელიც პირველი ამერიკელი პაპია. ქრისტიანულ სამყაროში რომის კათოლიკური ეკლესია უდიდესი დენომინაციაა, რომლის მოძღვრებას თითქმის 1.5 მილიარდი ადამიანი იზიარებს, ანუ ქრისტიანების ნახევარზე მეტი და მსოფლიოს მოსახლეობის 17%. რომის ეკლესიის ცენტრი ქალაქ სახელმწიფო ვატიკანია, მაგრამ თავად ეკლესია, რომელსაც 400,000-ზე მეტი მღვდელი წარმოადგენს, მთელ მსოფლიოში ოპერირებს. ესეთი ამბები ისმის ვატიკანიდან. ჩვენ კი თქვენთვის მოსაყოლი კიდევ ბევრი გვაქვს. საქმე საღამოს ზუსტად 1 წუთში ახალი ამბების მოკლე კოლაჟის შემდეგ გავაგრძელებთ და შევაჯამებთ თუ რა მოხდა მიმდინარე კვირაში საქართველოს ეკონომიკაში. დაგვალოდოთ. დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვანი ფლოტის 100-მდე ტანკერის დასანქციებას აპირებს. მთავრობის პრესრელისში ნათქვამი, რომ ტანკერები რუსეთის ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვანი ფლოტის ბირთვს წარმოადგენენ და 2024 წლის დასაწყისიდან 18 მილიარდი ფუნტის ღირებულების ნავთობი გადაზიდეს. ბილ გეიტსი 2045 წლამდე 200 მილიარდი დოლარის გაცემას აპირებს. ის ამბობს, რომ აღნიშნულ თანხას მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობა მიიღებს. მან ასევე გააკრიტიკა ილონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ის მსოფლიოს უღარიბესი ბავშვების მკვლელობაში შეერთებული შტატების დახმარების ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირების გამო დაადანაშაულა. OpenNet-მა, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაცია, ახალციხის, ბორჯომისა და ხულოს რაიონის სოფლების ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტით დაქცევლისთვის 25 მილიონი დოლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის თანახმად პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსით ფინანსდება და ის პროექტ ლოგინ ჯორჯიას შემადგენელი ნაწილია. მაისის პირველი სამუშაო კვირა საკმაოდ დატვირთული იყო, როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნეს სიახლეებით. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სიახლეებს BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან მიმოვიხილავთ. შოთა, საღამოშტობის დიდი მადლობა შენი დროისთვის. მოკლედ, დავიწყოთ საუბარი რეზერვებით, რა ტენდენციები იკვეთება სავალუტო რეზერვებთან მიმართებით, რა ვიცით და როგორ დინამიკაა საერთოდად ბოლო პერიოდში. დიახ, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა ეროვნულმა ბანკმა, საიდანაც გავიგეთ, რომ გასულ თვეში მთელი 208 მილიონი დოლარით გაიზარდა საქართველოს სავალუტო რეზერვები და მთლიან მამაცულობამ შეადგინა 4 მილიარდ ნახევარი დოლარი. ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 300 მილიონი დოლარით მაინც ნაკლებია და სწორედ ამიტომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ისეთი როგორიც სავალუტო ფონდი თუ სხვები, მოუწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ სავალუტო რეზერვები შეავსოს. და სწორედ აღნიშნულს აკეთებს ეროვნული ბანკი, იქიდან გამომდინარე, რომ დოლარის გაცვლითი კურსი შედარებით შესუსტებული არის, უკანასკნელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვები დაიწყო. კერძოდ მარტში შეისყიდეს 102 მილიონი დოლარი, ხოლო აპრილში დაახლოებით 150-160 მილიონი დოლარის ოდენობით იყო სავარაუდოდ შესყიდვები განხორციელებული. რაც შეეხება სხვა მიზეზს თუ რამ გაზარდა საქართველოს სავალუტო რეზერვები, რეზერვების ზრდა ასევე უკავშირდება ოქროს გაძვირებას, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკი ფლობს ოქროსაც რეზერვებში დაახლოებით 7 ტონას, რომლის ღირებულებაც გასულ თვეში მთელი 42 მილიონი დოლარი 750 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შოთა, ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი სიახლე უკავშირდებოდა რეფინანსირების განაკვეთს, ანუ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ვიცით, რომ დარჩა უცვლელად. რა მიზეზებს ასახელებენ ეროვნულ ბანკში და როგორი შეფასებები აქვთ ექსპერტებს ამ საკითხთან დაკავშირებით? დიახ, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განკვეთი დატოვა უცვლელად.
ფაქტობრივად გასული წლის მაისიდან ინარჩუნებს 8%-ის დონეზე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს და SEB ამჟამად მიუთითებს, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით. ვიცით, რომ ბოლო პერიოდში შემცირდა საწვავის ფასი, რაც ადგილობრივ ბაზარზე უკვე აისახა, რასაც შემცირების ეფექტი აქვს, ასევე ლარის ბოლოდროინდელი გამყარებაც იმპორტირებულ საქონელზე დადებითად მოქმედებს ფასების თვალსაზრისით, თუმცა სურსათის ფასები ვიცით, რომ 7%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება გაზრდის თუ შემცირების მიმართულებით არ არის მიზანშეწონილი და უმჯობესია SEB-მა დაკვირვება განაგრძოს ამ მიმართულებით. ასევე კიდევ ორი გადაწყვეტილება მიიღო SEB-მა, გაიზარდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც გახდა 5%-ის ნაცვლად 6.7% და ეს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე მაღალია, რადგანაც წელს ბიუჯეტი არის 6%-იან ზრდაზე დაგეგმილი, ასევე SEB-მა განაახლა თავისი ინფლაციური პროგნოზი და ახალი პროგნოზით ეროვნული ბანკი წელს ქვეყანაში 3.8%-იან საშუალო ინფლაციას პროგნოზირებს. შოთა ასევე მიმდინარე კვირას იყო ძალიან დიდი ძვრები და ცვლილებები საქართველოს რკინიგზაში და აგრეთვე ელექტროსისტემაში. შეიცვალა ხელმძღვანელობა, უფრო დეტალურად რომ აუხსნათ მაყურებელს, რა ცვლილებებთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი. დიახ, როგორც საქართველოს რკინიგზა, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემა ორივე სისტემური მნიშვნელობის სახელმწიფო კომპანიები არის და გასულ კვირაში შეიცვალა მათი მენეჯმენტი. ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს საქართველოს რკინიგზას, ხოლო ვანო ზარდიაშვილი უხელმძღვანელებს სახელმწიფო ელექტროსისტემას, რომელიც ამ კომპანიაში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, იქამდე კი დეპუტატის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს, ის 2016-2017 წლებში თბილისის ვიცე-მერის პოსტზე საქმიანობდა, ხოლო იქამდე კი საქართველოს რკინიგზაშიც ეკავა ერთ-ერთი აღმასრულებელი თანამდებობა. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგებამ გასულ წელს შეადგინა 68 მილიონი ლარი, რაც 2023 წელთან შედარებით არის შემცირებული, თუმცა 4%-ით გაიზარდა რკინიგზის შემოსავალი და ის 657 მილიონი ლარის ტოლი იყო. ასევე კომპანიას მნიშვნელოვანი გამოწვევები უდგას, რაც არის მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი ვაგონების შესყიდვა, ასევე კომპანიის მისამართით მიუთითებენ საკმაოდ დიდ საშტატო ოდენობაზე 12000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს ამჟამად საქართველოს რკინიგზა და ამ მხრივ დიახ, საკმაოდ დიდი ხარჯია და ეფექტიანობის და მოდერნიზაციის საჭიროებებზე მიუთითებენ აღნიშნულ კომპანიაში. შოთა, დიდი მადლობა. საინტერესო კვირა იყო, ფინანსური სიახლეებიც იყო, აგერ საკადრო გადაადგილებებიც იყო. მოკლედ დავაუდებით შენს ანალიზს უკვე მომდევნო პარასკევს, რომ შევაჯამოთ მომდევნო კვირა. საქმიან საღამოში BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილი გვერდთვებოდა, რომელთანაც კვირის მთავარი მოვლენები მიმოიხილეთ, რომელთა შესახებ საქართველოში გავიგეთ. საქმიან საღამო კი ამით არ დასრულებულა, რადგან გადაცემას მსოფლიოში მომხდარი ამბებით ვაგრძელებთ. დღეს 9 მაისია, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს გარკვეულწილად ნახევარი ზეიმობს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას, მეორე ნახევარი კი, ნახევარი არა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ზეიმობს ევროპის დღეს. ეს ეხება ძირითადად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის ეხება საქართველოს, სადაც ორივე ეს ეგრეთ წოდებული დღესასწაული ერთდროულად აღინიშნება, როგორც ევროპის დღე, ასევე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება. იმ დროს საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, ხოლო საბჭოთა კავშირი იყო ერთ-ერთი მხარე იმ შექმნილ ძალებს შორის, რომელთაც დაამარცხეს ჰიტლერის რეჟიმი და მარცხეს ჰიტლერის მოკავშირეები, მათ შორის იგივე მუსოლინი, იგივე იაპონია და ეგ მოკლედ ქვეყნების ნაერთი და საბოლოო ჯამში ფაშიზმი და ნაციზმი ჩაბარდა გარკვეულწილად წარსულს. ამ მოვლენას ყველაზე მეტად როგორც წესი ზეიმობენ რუსეთის ფედერაციაში. ძალიან დიდი ხანია უკვე ეს არ დაწყებულა პუტინის დროს, მაგრამ პუტინმა ეს საერთოდ სხვა ლიგაში აიყვანა, რადგან პუტინისთვის 9 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როცა მას შეუძლია რომ რუსეთის ფედერაციის
ჯარის სიძლიერე წარმოაჩინოს ძალიან კარგად და მთელი მსოფლიოს წინაშე. თან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ომში გამარჯვება 9 მაისს რეალურად მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნება, რადგან ოფიციალურად კაპიტულაცია გერმანიის მხრიდან გამოცხადა 8 მაისს, მაგრამ რადგან საბჭოთა კავშირი სურდა, რომ ცალკე აღენიშნა ეს და გამოიყვანა საკუთარი როლი როგორც მთავარი ძალის ამ ომში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მხარე იყო ჩართული, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც გამოიყენა ატომური იარაღი, მაგალითად ამ ომში, მოკლედ მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის დროსაც სხვანაირად კეთდებოდა რაღაცები და ტრადიციულად წელსაც გაიმართა აღლუმი, რომელიც სხვა შორის ბოლო რამდენიმე წელია არ გამართუა, მაგრამ ახლა გაიმართა და თან ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საბაბი და მიზეზი, რადგან ეს არ არის უბრალოდ 9 მაისი და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება აღარ არის უბრალოდ, რადგან 2022 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც უკრაინაში დაიწყო ომი, ეს უკვე სხვა დატვირთვას ატარებს და რეალურად ძალიან დიდი მანქანა და შესაძლებლობა და პლატფორმა არის იმისთვის, რომ რუსეთმა წარმოაჩინოს საკუთარი სიძლიერე. ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი ესწრებოდა ამ აღლუმს, მათ შორის მთავარი, ეგრეთ წოდებული headliner-ი, თუ შეგვიძლია ასე ვთქვათ, იყო სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე და პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ის იყო მთავარი სტუმარი. ამ მოვლენაზე, მაგრამ ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი იყო, ბრაზილიის პრეზიდენტი, ეგვიპტის პრეზიდენტი, სერბეთის პრეზიდენტი, მათ შორის ვენესუელა, პალესტინის სამმართველოს პრეზიდენტი, კუბა და ასე შემდეგ. სხვა შორის ერთ-ერთი საინტერესო ადამიანი იყო რობერტ ფიცო, რომელიც არის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, სლოვაკეთი კი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად ეხმარება უკრაინას ამ ომში, რაც მოკლედ ძალიან საინტერესო პოზიციაა უშუალოდ ამ პიროვნების მხრიდან, რადგან ის ასევე მონაწილეობს რუსეთის სანქცირებაში პირდაპირ ნებსით უნებლიეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მონაწილეობს. ამიტომაც მისი მანხილვა ცხადია ძალიან უცნაურია, მაგრამ ნუ ჩავიდა, ასეთი პრეცედენტიც მოხდა. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ჯარის მონაწილე, ჯამში საუბარია დაახლოებით 12000-მდე ჯარისკაცზე, რომლებმაც წითელ მოედანზე გაიარეს. ასევე გამოიფინა ჯავშან ტექნიკა, რუსეთმა წარადგინა ახალი დრონი, რომელიც ირანული შაჰედის ტიპის დრონის მიხედვით არის შექმნილი, მისი ნახაზების მიხედვით, მის სახელია გერანიუმ 2. და მოკლედ როგორც წესი სწორედ აღლუმებზე წარადგენს ხოლმე ვლადიმერ პუტინი ახალი თაობის იარაღს, თუ კი ასეთი აქვს რუსეთის ფედერაციას, რათა თელმა მსოფლიომ დაინახოს ის სიძლიერე, რომელიც რუსეთს აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღლუმი ბოლო წლებში. ნუ თავის დროზე ცხადია მას სხვა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ხო, რუსეთის სიძლიერესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ჯეი-დი ვენსმა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და რეალურად პუტინი იმაზე მეც მოითხოვს, ვიდრე მას ერგება. ვენსი ამ შემთხვევაში მიუთითებს იმ განცხადებაზე, რომელიც პუტინმა გაავრცელა და თქვა, რომ თუ კი უკრაინა ახლა გაჩერდებოდა, მაშინ რუსეთი მას სრულად არ დაიპყრობდა. ეს განცხადება ცოტა არ იყოს და გიჟურა ჟღერდა, მაგრამ როგორც ჩანს პუტინს ამისი მართლაც სჯერა და ჰგონია, რომ რუსეთს შეუძლია უახლოეს მომავალში უკრაინის სრულად აღება და თუ კი ის უკრაინას სრულად არ იღებს, ეს მხოლოდ პატივისცემით ხდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპისა, რომელსაც დიდ პატივს სცემს ზოგადად პუტინი როგორც გეოპოლიტიკურ ლიდერს. ამ საკითხთან დაკავშირებით ვენსმა ისაუბრა და თქვა, რომ მოლაპარაკების პროცესში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, პუტინი ხშირად ამბობს ამას, რომ სრულად რომ არ ეპყრობს უკრაინას, ეს ძალიან დიდი დათმობა არისო, მაგრამ როგორც ვენსი აცხადებს, ეს დიდი დათმობა საერთოდაც არ არის და ეს არარეალისტური განცხადება, რომელიც არაფერთან კავშირში არ არის და შესაბამისად რუსეთმა ან ეს განცხადება უნდა დაივიწყოს, ან უფრო რეალისტური მოთხოვნები დააყენოს და რეალისტურ მოთხოვნებს შორის შეიძლება იყოს მაგალითად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რაღაც გარკვეული პირობებით და არც ისეთი აბსურდული განცხადებებით, როგორიც ეს არის. ასევე ვენსი იმასაც ამბობს, რომ თუ კი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მხარები არ მიაღწევენ შეთანხმებას, მაშინ ამერიკა უკვე ოფიციალურად გავა მოლაპარაკების პროცესიდან და კონფლიქტი გაგრძელდება ისე, როგორც გაგრძელდებოდა აქამდე, როki ტრამპი არ მოსულიყო ხელისუფლებაში. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი სცენარია, თუმცა ამ სცენარს შეიძლება ვენსი და ტრამპიც იყენებდნენ სწორედ ვაჭრობისათვის, რადგანაც ტრამპის ადმინისტრაციას სჩვევია რაღაც აბსურდული თქმა და შემდეგ უკვე მასზე მორიგება ამ შემთხვევაში მოლაპარაკებიდან ამერიკის გასვლა ცოტა არ იყოს და გიჟურა ჟღერს, მაგრამ როგორც ჩანს ამერიკა აი ამ სტრატეგიასაც განიხილავს იმისათვის, რომ საბოლოოდ მიაღწიოს შეთანხმებას. ვაჭრობა არის ის სფერო, სადაც დონალდ ტრამპმა მოიპოვა პირველი გამარჯვება და ეს გამარჯვება არის ხელშეკრულება ბრიტანეთთან დაკავშირებით. კერ სტარმერი იმყოფებოდა თეთრ სახლში, გუშინ წინ და დონალდ ტრამპთან ერთად მათ ისაუბრეს იმ ძალიან ყოვლისმომცველ და ძალიან დიდ და სიღრმისეულ დოკუმენტზე, რომელიც დაარეგულირებს ამერიდან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ძირითადად ეს დოკუმენტი ეხება ვაჭრობას და გულისხმობს ამერიკული პროდუქტებისთვის გაერთიანებული სამეფოს ბაზრის უფრო მეტად გახსნას, რაც ნიშნავს, რომ მარტივად ბრიტანელები იძულებულები იქნებიან გარკვეულწილად რომ იყიდონ უფრო მეტი ამერიკული პროდუქტი, უფრო მეტი
ამერიკული საქონელი იქნება ეს, მათ შორის სპირტი, სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტი და მათ შორის ქიმიკატები, მანქანათანადგარები და სხვა ინდუსტრიული ნივთები გაიყიდება ბრიტანეთში. ანუ ამ მხრივ ყოველგვარი საგადასახადო ბარიერები, რაც შეიძლება დაწესებულიყო, მათ შორის კვოტები იქნება გაუქმებული. ამასთანავე უფრო დაბალი ბარიერები იქნება ზოგადად და ამ ყველაფრის სანაცვლოდ ამერიკა დატოვებს მხოლოდ 10%-იან ტარიფს, რომელიც არის ის საბაზო ტარიფი, რომელიც ამერიკამ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს დაუწესა. შედეგად ის რაღაცა უფრო დიდი ტარიფი, რომელიც მანამდე იყო გამოცხადებული, გაუქმდება და მხოლოდ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრიტანულ პროდუქტებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ერთი დეტალი მაინც დარჩა, რაც უკავშირდება ავტომობილებს, რადგან 100,000 არის კვოტა, რომელიც არის 100,000. თუ 100,000 პირველი 100,000 ავტომობილი, რომელიც შევა ბრიტანული წარმოების ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაიბეგრება 10%, ხოლო ყოველი მომდევნო ავტომობილი დაიბეგრება 25%. ასე რომ ამ მხრივ მაინც გარკვეულწილად არის პრობლემები, რადგან ბევრი რაოდენობის ავტომობილები იყიდება მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრიტანული, მათ შორის არის Bentley, მათ შორის არის Rolls-Royce, მათ შორის ხო Land Rover-ი და ასე შემდეგ, Jaguar-იც იყიდებოდა. ხო, რომ მომავალ წელს არ იყიდება 26 უпроსოროთ წელს არ იყიდება Jaguar-ები ზოგადად. 27-დან დაბრუნდება ალბათ. როცა აი ეს ბრენდინგის ფაზა დასრულდება Jaguar-ში და მართლა გამოვა მანქანა თუ გამოვა საბოლოო ჯამში, ხო Jaguar-იც საბოლოო ჯამში შევა. მოკლედ, როგორც ჩანს, აქედან გამარჯვებული მართლაც არის Donald Trump-ი, რომელმაც გარკვეულწილად თქვა და გააკეთა კიდევაც და რაც დაპირდა ამერიკელებს, ის აღასრულა. ეს ჯერჯერობით ერთ ქვეყანასთან მოხდენებს, მაგრამ თუ ბრიტანეთი წამოვიდა ამ შეთანხმებაზე, ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა სავარაუდოდ წამოვა, მათ შორის ძალიან საინტერესოა რა მოხდება ტაივანთან და ინდოეთთან მიმართებით, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნებია და ცხადია ყურადღების ცენტრში არის ასევე ჩინეთი, რომელიც ამ მხრივ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა. ხო, ბრიტანეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, აი ამ შეხვედრის და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბრიტანეთი გამოვიდა და რუსეთს დამატებით ახალი სანქციები დაუწესა. ესეც გარკვეულწილად არის გეოპოლიტიკური მესიჯი და ეს იმას ცხადყოფს, რომ ევროპა და ბრიტანეთი უკან არიხევენ და ისინი გეგმავენ რუსეთისათვის ცხოვრების გართულებას. ამჯერად სანქციების სია შეეხო ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც არის რეალურად ტანკერებისა და გემების დიდი გაერთიანება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს იმისათვის, რომ გადაზიდოს სხვადასხვა სახის სანქცირებული პროდუქტი, მათ შორის ძირითადად საუბარი არის ნავთობზე, საწვავზე, ასე ვთქვი, არის საუბარი გარკვეულწილად თხევად გაზზე, აგრეთვე შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა სახის პროდუქტი, რომელიც რუსეთს დასჭირდება, რუსეთს უნდა რომ გაიტანოს ექსპორტზე, მათ შორის ის ტექნიკაც, რომელიც წესით აკრძალულია, რომ რუსეთში შევიდეს, შედის ხშირად სწორედ ამ ჩრდილოვანი ფლოტის დახმარებით. მოკლედ, აი ამ 100-მდე გემსა და ტანკერზე არის დაწესებული ტარიფები, სანქციები და ეს გემები ვერ შეძლებენ ვერცერთ საერთაშორისო პორტში შესვლას და თუ კი ისინი შევლენ, მაშინ ბრიტანეთისგან ეს პორტები მიიღებენ სანქციებს და რა თქმა უნდა, ბრიტანეთისგან სანქცირება არავის არ სურს, ზუსტად იგივე გადაწყვეტილება მიიღო ამერიკამაც და ძალიან მალე სავარაუდოდ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირიც, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად ცვლის რუსული პორტის და მათ შორის რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ოპერირების შესაძლებლობებს. რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა წლების განმავლობაში იყო გერმანია, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული ორი მილსადენით, გაზის მილსადენებით, ესენია Nord Stream-ის ჩრდილოვანი ნაკადის სახელით ცნობილი მილსადენები, მაგრამ მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და გერმანიაში მთავრობაც შეიცვალა რამდენიმეჯერ, რაც უკვე ფრიდრიხ მერცი არის ახალი კანცლერი ამ ქვეყნისა, რომელსაც საბოლოო ჯამში ძალიან უცნაური და რთული კენჭისყრის შემდეგ დაუჭირა მხარი ბუნდესტაგმა და სწორედ მან დააკომპლექტა მთავრობა ორი პარტიის გაერთიანებით, ესენია ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და სოციალისტ-მემარცხენე პარტია სოციალ-დემოკრატებისა. მოკლედ, საბოლოო ჯამში მას შემდეგ რაც ის გახდა კანცლერი, მან დაურეკა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტს და მათ შორის შედგა პირველი სატელეფონო საუბარი. გერმანია დიდი მხარდამჭერია უკრაინისა და ამიტომაც გასაკვირი ამაში არაფერი არ არის. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი დროულად შედგა, რადგან გერმანია დიდი წილით აფინანსებს და მათ შორის სამხედრო ტექნიკის შესყიდვის კუთხითაც ეხმარება უკრაინას და თან ანუ გერმანიის თანადგომა ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან რთულ და გაურკვეველ დროს. მათ შორის როცა ამერიკის შეერთებული შტატები ჯერაც გაურკვეველი არ ასიზავს, თეორიული შანსი არსებობს იმისა, რომ საერთოდ ადგეს და გავიდეს მოლაპარაკებებიდან და არანაირი ფორმით აღარ ჩაერიოს საერთოდ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ამიტომაც გერმანია, რომელიც ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა, მართალია პრობლემები აქვს დღეს გერმანიის ეკონომიკას და ტარიფების ფონზე, თუ კი მერცი არ მოელაპარაკა ტრამპს, ალბათ ეს პრობლემები გაგვიდება, მათ შორის თუნდაც მარტო ავტომობილები რო ავიღოთ, რომელზედაც დაწესდა ძალიან დიდი ტარიფი, მოკლედ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ბოლო
ბოლო პერიოდში ევროპულ პოლიტიკაში, რადგან ბოლო პერიოდში ოლაფ შოლცი როცა იყო კანცლერი, გერმანიამ გარკვეულწილად დაკარგა ის დომინანტური პოზიცია და ის ყველაფერი შეითავსა ემანუელ მაკრონმა, დროთა რაღაცა პერიოდის განმავლობაში ევროპის ლიდერად ის იქცა, კი, მოლაპარაკებებსაც ის მართავდა, ის გვახსოვს ზარი, როცა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებთან საუბრისას დაურეკა მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის და მოკლედ ახლა მას უკვე გამოუჩნდა კონკურენტი გარკვეულწილად, რაც კარგიც არის, ფრიდრიხ მერცის სახით. ასე რომ ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ესეთი ამბები არის გლობალურ გეოპოლიტიკაში, მაგრამ ცხადია პოლიტიკასთან ერთად ამბები არის ასევე გლობალურ ბიზნესში და ერთ-ერთი ასეთ ამბავს დღევანდელ დღის რიცხვში გაგაცნობთ. გაცნობის აპლიკაციებისთვის შავი დღე გრძელდება. ამჯერად მორიგი ფიასკო ტინდერის მფლობელმა Match Group-მა განიცადა, რომლის აქციები ერთ დღეში თითქმის 10%-ით გაუფასურდა. საფონდო ბირჟის ნეგატიური რეაქცია კომპანიის მიერ გავრცელებულმა პროგნოზირებულზე ცუდმა კვარტალურმა შედეგმა გამოიწვია. 2025 წლის პირველ კვარტალში Match Group-ის შემოსავალმა 831 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 3%-იანი წლიური კლებაა. შემოსავალთან ერთად მკვეთრად კერძო 7%-ით იკლო საოპერაციო მოგებამ, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 173 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან Match Group-მა აქციების გამოსყიდვა და დივიდენდი დაანონსა. მაშინ რატომ მცირდება Match Group-ის აქციების ფასი, თუ კი კომპანია ჯერაც მოგებიანია? ამ კითხვაზე პასუხს გაცნობის აპლიკაციების ბუნებაში უნდა ვეძებოთ, რადგან ამ ტიპის კომპანიების მიერ არჩეული ბიზნეს მოდელი უბრალოდ არამდგრადია. ამ ტიპის სოციალურ ქსელებს მომხმარებლები ისე აქტიურად აღარ იყენებენ, როგორც ადრე, რაც უკავშირდება როგორც აპლიკაციებში ქალების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, ასევე კაცების არაეთიკურ ქცევას და ასეთი აპლიკაციების გაუგებარ კომერციულ ინტერესს და არამყარ შემოსავლის წყაროებს. გაცნობის აპლიკაციების ბუმი პანდემიის დროს ვიხილეთ, როცა მსოფლიო სახლში ჩაიკეტა და სოციალური ცხოვრება ფაქტობრივად ერთ დღეში დასრულდა. ადამიანებმა, რომელთაც სხვა ადამიანების გაცნობა სურდათ, ტინდერისა და ბამბლის მსგავს აპლიკაციებს მიაშურეს, ხოლო ამ კომპანიების საბირჟო კაპიტალიზაცია ცას ეწია. იყო დრო, როცა Match Group-ის შეფასება დაახლოებით 49 მილიარდი იყო, მაგრამ მას შემდეგ ტინდერის მფლობელი კომპანიის აქციები 84%-ითაა გაუფასურებული. ასეთივე უარყოფით დინამიკას ვხვდებით ბამბლის ჭრილში, რომელიც პიკის შემდეგ 93%-ით გაუფასურდა. დღეს პარასკევია, ამიტომაც ტრადიციულად უნდა გაგაცნოთ მომავალი კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების ანონსი. მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი იქნებიან, რადგან მხარეები მოლაპარაკების პროცესს იწყებენ, რომლის კონტურები სავარაუდოდ სწორედ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოიკვეთება. თუკი ამერიკა და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებას მარტივად მიაღწევენ და ამით ამ ქვეყნებს შორის არსებული სატარიფო ომი დასრულდება, ეს საფონდო ბირჟისთვის უდიდესი ბიძგის მიმცემი ფაქტორი იქნება. ამიტომ ამ მოვლენას ინვესტორები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდებიან. ამასთან, მომავალ კვირას მოსალოდნელია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის დაძვრა, რომელიც ბოლო პერიოდში გაყინულია და მსოფლიოს ყურადღების მიღმაც რჩება. მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც მომდევნო დღეების განმავლობაში ამერიკა-ჩინეთის დომინაციას ვიხილავთ, რადგან მათ ვაჭრობასთან, ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემების წარმოდგენა მოუწევთ. ამასთან მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგან პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ. მათ შორის იქნებიან Walmart-ი, Alibaba, Fox-ი, Sony, On Holding-ი, JD.com-ი, Cisco და Copart-ი. დიდი ალბათობით ამ კომპანიებს ფინანსურად კარგად ექნებათ საქმე, თუმცა არსებობს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სამომავლო პროგნოზების გადახედვა მოუწევთ, რადგან პრეზიდენტ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის პირობებში ყველაფერი არსებითად არის შეცვლილი და მოლოდინების გაკეთებაც ძალიან გართულებულია. აი ესეთი იყო 9 მაისის, ანუ მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლო საქმიანი საღამო. წინ გელოდება თელარე გელადიას საავტორო გადაცემა წერტილი. პირდაპირ ეთერში მუშაობას BMG-ს გუნდი კვირას დაიწყებს, როდესაც ეთერში გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემა ბიზნესის კვირეული გავა. ჩვენ კი ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ხავი მშვიდობის და მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი.